ბევრი ცუდი რამ ხდება ქვეყანაში დღესაც ვიზიარებ ოჯახის დახურების გასაჭირს, წულხილს, ტკივილს, 16 წლის მოზარდის დაყუპვასთან დაკავშირებით ზიამაღლობელს არ აქვს მარცხის გამოცდილება არც ერთ ხელისუფალთან და არც სამ ხელისუფალთან ექნება მარცხის გამოცდილება ამათაც გაისტუმრებს როგორც გაუსტუმრებია ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ყველა მისი წინამორბედი მას მხნეობას უსურვებ და ასევე შეშფოთებული ვარ ბუნებრივია ეს როგორც ნებისმიერი ჩვენგანი ვინც მას ვიცნობ და არ ვიცნობთ ეს არის მართლა ყველამ ვიცით ეტალონი ჩვენი საჯარო სივრცის მოკლედ ყველაფერი იქნება უკეთ ეს მინდა ვთქვა დღევანდელ პოლიტიკურ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას რაც შეეხება ევროსაბჭოში სტრასბურგში ეს რა თქმა უნდა არის უკვე პოზიციების სისტემატიზების ნაბიჯების და უკვე რაღაცა გარკვეული ფორმები მიიღო საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ დასავლეთის მხრიდან და ეს ზეწოლა არ არის შეფასება რომ მომწონხარ არ მომწონხარ როდესაც ყველაზე ფართო ევროპული ორგანიზაცია ყველაზე მინიმალისტური მიდგომების მქონე ორგანიზაცია რომელიც აზერბაიჯანს იტანს მისი საპარლამენტო წარმომადგენლად მოხერხება უნდოდა რომ იქ კაი გაყოლა ხალხია რომლებიც თქვა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მით უმეტეს 10 წლის წინ 20 წლის წინ და როდესაც ზურაბ ჟვანიამი თქვა ეს ისტორიული სიტყვები მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი აი ეს საუკუნეთა და ათასწლეულთა მიჯნაზე ჩვენ შევედით საქართველოს ევროსაბჭოში რომ მართლა დავბრუნდით შორეულ ევროპაში მაგრამ უკვე ევროპაში და ჩვენს ბუნებრივ სივრცეში და ჩვენ იქ თავჩაქინდრული არც არასდროს ყოფილვართ ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება მოახერხა ის რომ ის არის აი ესე დასატუქსი და ვერც ვერავინ გაბედა პრაქტიკულად მისი დაცვა ძალიან მეჩხერი იყო მისი მხარდაჭერა 134 წევრი მონაწილეობდა 114-მა ხმა მიცემ 114 იყო წინააღმდეგ 114-13-ზე აი რა შეფარდება არის ხო როგორი ერთსულოვანია როგორ საქართველოში უნდა 10-დან 9-ს ევროპა ისე ევროპას 10-დან 9-ს უნდა საქართველო ეს არის აი ეს შეფარდება ეს ამას ნიშნავს და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ბრიუსელი, სტრასბურგი, ვაშინგტონის წარმომადგენელთა პალატა, სენატი, ადმინისტრაცია ეს ბრიტანეთი გაერთმთლიანების პროცესში არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის ახლა მე ძალიან გულწრფელად მინდა გითხრათ მე არასოდეს არ გულშემატკივრობ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თანამდებობას მით უმეტეს სოფლიოში ყველაზე გავლენიან თანამდებობაზე არაპროფესიონალ პოლიტიკოს არ გულშემატკივრობ და გრენლანდია და პანამა და კანადა შტატაჩემოც ახლა არ იწვევს ეს ჩემში განსაკუთრებულ რაღაცა დადებით ემოციებს და ზადვაც მოგწონს დადის პრემიერი რო დადის ევროპაში და უკვე 2 მილიარდი რო გამოყო გრენლანდიის დასაცავად უსაფრთხოებისთვის და ანუ ბევრი რაღაცა სულებები საერთოდ ვეღარ ვიტყვით როგორც მინიმუმ 4 წელი იმ კაც უკვე აქვს მანამდე გამშემორდა მაგრამ ეს ხო მოცემულობა ამასთანავე რა კი ეს თემა ვახსენე მინდა ვთქვა რომ ჯერ ერთი როგორ ჩანს ჩვენ ვართ ეს 4 წელიწადი და არა მარტო 4 წელიწადი როგორ ჩანს არის სოფლიოს წესრიგის გადააზრების პერიოდი, ახალი წესრიგის პერიოდი, შესაძლოა ევროპა, ბრიტანეთი, კანადა უფრო სერიოზული უსაფრთხოებითი და არა მხოლოდ სივრცე იყოს, რომლის რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი პარტნიორი იქნება ამერიკას და იაპონია, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ, მაგრამ უფრო ძლიერი იქნება. მაგარი სიტყვა თქვა პრემიერმა ტუსკმა, რომელიც
ევროპის შარლ მიშელის წინამორბედი პრეზიდენტიც იყო ბრიუსელშიც, რომელიც ახალ პარტიის ლიდერიც იყო, რომელიც პოლონეთის პრემიერი იყო, ახლაც არის და მან თქვა, რომ ევროპა იყო, არის და იქნება დიადი. ასე რომ ამერიკაც მინდა იყოს დიადი, ევროპაც მინდა იყოს დიადი და რატო წამოვიწყე ეს თემა. ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას უკრაინა. ძალიან ესეთი მარჩიელობა მიდის ახლა რა იქნება, როგორ იქნება, რამდენად დაეხმარებიან, რამდენად გააგზავნენ, მე იმედი მაქვს. გაჭირვების თვალყესი არის პუტინი. პუტინი მოახერხებს იმას, რომ ტრამპი ვერ მოახერხებს მასთან თანამშრომლობას. ამის მოლოდინი უფრო მაქვს, მაგრამ იმის მიუხედავად, როგორი იქნება განსაკუთრებით პირველ ხანებში პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ, კონკრეტულად ზელენსკის მიმართ, ანგელოზია თუ ანგელოზია, მოკლედ აი ამ ტექსტებისგან დამოუკიდებლად, მე მაქვს განცდა, რომ მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ქართული кейსის ჩამოყალიბების პროცესი უკრაინისაგან ავტონომიურადაც. ერთის მხრივ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო ეს ერთობა არის და უკრაინას უნდა უმადლოდეთ, რომ აგერ სტრასბურგშიც და ბრიუსელშიც კანდიდატი ვარ და ევროპა გვებღაუჭება, რომ მისი ვართ. და ეს მათი დამსახურება, თუმცა ჩვენი დამსახურება ისინიც რომ გაჩნდნენ, ჯერ ჩვენთან იყო ვარდების რევოლუცია, მერე იყო უკრაინაში, ახლა სერბეთშიც ამბებია და ეს საუკუნის დასაწყისიც მახსენდება. კი ბატონო, დეტალურად გვექნება საუბარი თქვენ შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი იმის მიუხედავად უკრაინისადმი დამოკიდებულება როგორი იქნება. უილსონი და სხვაები ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურის აქტიურობის გამო და მეშვეობით მოხერხდეს საქართველოს დასავლურ სივრცეში არათუ დატოვების, არამედ მისი გამყარების, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის, როგორც დემოკრატიის შემძლე ქვეყნის, როგორც ძალიან კრეატიული დასავლური ევროპული ქვეყნის და საზოგადოების და ახალგაზრდობის და არა მხოლოდ ახალგაზრდობის მქონე ქვეყნის აი უფრო სწრაფი ინტეგრირება, ამიტომ ამ კონტექსტში ის რაც ეს კენჭისყრა რაც იყო ამ დიდ კონტექსტში ბრიუსელი, ვაშინგტონის, სტრასბურგის კონტექსტში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უკვე ქმედითი ნაბიჯი არის და უილსონის და ისიც და აისიც არის საქართველო და ეს საქართველო როგორც ჩანს მაინც რა ვიცი ვჩებით ჩვენ ამ რადარებზე ვჩებით დასავლეთისთვის ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანი რეგიონის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძალიან აქტიურეს ბრიტანელებმა ევროკავშირის პოლიტიკაში ისინი თავის წილს ასე თქვათ ვეღარ იყენებენ, იმიტომ რომ აღარ არიან წევრი, მაგრამ ევროპის საბჭოში არიან წარმოდგენილები. და ჩვენმა ტრადიციულად პარტნიორებმა იმ პოლიტიკურმა ოჯახებმა, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ, დომინირებენ ევროპულ პოლიტიკაზე. ქართულ ოცნებაში შერჩათ მარგინალები, მცირე ჯგუფები, თუმცა მათაც კი მაინცა და მაინც თავი არ გამოიდეს დასაცავად. ანუ ჩვენ მივიღეთ სურათი, როდესაც გადაწყვეტილებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი საგზაურო უკასავით არის ჩამოწერილი, რა უნდა გააკეთოს ოცნებამ იმისთვის, რომ ხელჩამორთმევადები გახდნენ, დალაპარაკებადები გახდნენ. თუმცა ხედავთ მათ რეაქციას დამოკიდებულებას, შეუძლებელია ეს მარცხი არ აღიარო, იმიტომ რომ ნულოვანი შედეგი დამთავრდა, ძალიან მძიმე მდგომარეობით დამთავრდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ განსაკუთრებით მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი წვლილი შედეგადაც მათ წააგეს ბოლომდე ევროპულ ასპარეზზე, დასავლურ ასპარეზზე, მაგრამ ეს რა გავლენას იქონიებს ახლა უშუალოდ ქვეყნის შიგნით. ივანიშვილის რეჟიმის მდგრადობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ განცხადებებს, კომენტარებს, მათ პროპაგანდისტულ არხებს რო შეხედავს ადამიანი, შეიძლება იფიქროს, რომ დიდად თითქოს შეიძლება არც აღელვებდეთ რა სიტყვის ევროპა, ევროპის საბჭო მათთან დაკავშირებით. ხო, საკუთარ მაყურებელსაც ვერ დაუმალეს ის წელიწადში ერთხელ თუ გამექცევა თვალი იმედისკენ და დღეს გამექცა სწორედ მათ რეპორტაჟს ის ჟურნალისტი მაინტერესებდა ახლა რა სიტყოდა და თქვა ალალა და პატიოს და თქვა რომ ვითხოვენ საბრაბეს ჩაბოთვალა რა მივიღეთ შედეგად ანუ
საქართველოს მიცის მათ შორის ქართული ოცნების იმედის მაყურებელმა კი არა შალვა რამიშვილის მომხრეებას თუ ასეთებიც არსებობენ იმათაც კი იციან რა მოხდა დღეს სტრასბურგში. სტრასბურგმა თქვა დამნაშავე მოძალადეები დასაჯეთ, უდანაშაულო პოლიტპატიმრები გამოუშვით, ახალი არჩევნები დანიშნეთ თან დემოკრატიული პროცედურა. პირობებია ჩამოყალიბებული, რომელი კანონები უნდა გაიცნოთ, მათ შორის ადმინისტრაციული და ასე. ამიტომ აი ეს ვითარება ეს ძალიან ისეთი სერიოზული პაკეტი არის, ძალიან მნიშვნელოვანი. ამას როცა ემატება და შეზრდილი არის სანქციები, ევროპული სანქციები, სავიზო სანქციები, მერე ქონების სანქციები, მიდის და მიდის რაღაცა ქონების გადმოფორმების ამბავი, რამდენი უნდა გადაუფორმონ ბატონ უტას, ან მის მეუღლეს, ქალბატონ ეკას, ნუ ბოლო-ბოლო ბატონი უკა უტა ქალბატონი ეკა და რამდენიც იქნებიან მის რაღაცა ოჯახში, ნუ ისინი დასანქცირდებიან, სერიოზული იქნება, შეუქცევადი მგონია მე ეს პროცესი. ისევ იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, როგორც შორეული ევროპა, როგორც ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე, ერევნით ურთ, ანუ თბილის ერევნიდან ლისაბონამდე, ჩვენ და სომხეთი უკვე ერთმანეთს ვეხმარებით და ჩვენ სომხეთისთვის ვართ რისკიც და შანსიც. შანსი ვართ უპირველეს ყოვლისა, მაგრამ თან ახლა ისეთი სარისკო ისინი ძალიან გულშემატკივრობენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ვითარებაში ეს ის შემთხვევაა, რომ ევროპა და ამერიკა, იაპონია და სამხრეთ კორეა და ავსტრალია, ახალი ზელანდია თურთ ერთიანი ჩანან, რომ არ უნდა გაწყვიტოს ჩინურ, ირანულ, რუსულმა ხაზმა, არ უნდა გაწყვიტოს, არ უნდა გააწყვეტინონ და ჩვენ ზუსტად იმ ადგილას ვართ, ჩვენ ზუსტად ის ხალხი ვართ და შავი ზღვის აუზი უამრავჯერ სხვადასხვა კონტექსტით, უსაფრთხოების, ეკონომიკის, დემოკრატიის ბევრი თვალსაზრისით და ჩვენი საზოგადოება ამას ორი თვეა განსაკუთრებით ბოლო. აი და ბოლო კითხვა უკავშირდება სწორედ საზოგადოების როლს, მაგრამ ამ საზოგადოებრივ აქტივობაში ცალკეული რგოლების ფუნქციებსა და როლს. გვესმის, რომ ეს მარათონი არის ეს დაპირისპირება, რომელსაც ახასიათებს აღმავლობა, ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური პიკები, ასე ვთქვათ, ძალიან რთულია ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი პრობლემის ფონზე, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით ამ ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების მოძალების გათვალისწინებით, რომ სულ ერთნაირად სავსე იყოს ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით, მაგრამ რო არა მომავლის რწმენა, ეს ხალხი ასე ყოველდღე ამ რაოდენობით არც ქუჩაში იქნებოდა, არც ერთმანეთს გაამხნევებდა. მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკული შენიშვნები, ზოგიერთ შემთხვევაში პრეტენზიები, მოწოდებები იგივე პოლიტიკური პარტიების მიმართ. თქვენ როგორ თვლით, როგორი უნდა იყოს აი მომდევნო ეტაპზე ამ ახალ ფაზაში ამ საპროტესტო აქციების იმ შედეგების მისაღწევად, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო, მათ შორის ჩვენ გვექნება მოგვიანებით საუბარი თუნდაც სლოვაკეთის, სერბეთის და სხვა მაგალითთან დაკავშირებით, როგორ და სტრუქტურიზდეს კიდე მომავალში ეს წინააღმდეგობის ფრონტი საიმისოდ, რომ შედეგი იქნას მიღწეული. ხო, რა თქმა უნდა, მამოძრავებელი ძალა უმთავრესი არის საზოგადოება, რომელიც არის ქუჩაში, რომელიც არის ძალიან მრავალფეროვანი, რომელიც არის ძალიან კრეატიული და მსახიობები, რეჟისორები, ისეთი ადამიანები, ისეთი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც ასე საჯარო აქტიურობით მაინდამაინც თავს არ იწუხებდნენ, თავისთან გეპატიჟებოდნენ დარბაზში და იქ ტაშ დაუკრავდი და ეხლა თვითონ გამოვიდა და არ დაუკრავდა შერიაჯობებს. ის არის წარმართველ. ამასთანავე მინდა დავიცვა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. მე ამჟამად საკუთარ თავს ხომ არ ვიცავ, მე ვიცავ თანამედროვე პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, ჩვენი რაღაცა პოლიტიკურად ახალგაზრდა თაობას, საშუალო თაობას, რომელიც არის პასუხისმგებელი, შეცდომა ადამიანურია. ვის არ მოსვლია გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც ეკითხებოდით, ერთი მიმართულებით, მეორე მიმართულებით, ყველა ჩვენი ჩონჩხი გქონია.
და ეხლა დღეს მოქმედ პოლიტიკოსებსაც კარადაში ჩონჩხი აქვთ, მაგრამ არ ვატოლებ, რომლის ჩონჩხი უფრო დიდია და რომლის უფრო პატარა. ყველას აქვს უფლება განსხვავებულ წარსულზე. ჩვენ ვერ შევქმნით ასე სასწრაფოდ ახალ პოლიტიკურ სისტემას, ახალ პოლიტიკურ სპექტრს. რა თქმა უნდა, განახლება იქნება. ხო კარგად იმუშავეს სტრასბურგში. ალბათ გაცილებით უფრო ტევადი და მნიშვნელოვანი სამუშაო, იმიტომ ეს მათი უშუალო საქმე არის ჩვენი არასამთავრობო სექტორი, რომელიც სტრასბურგშიც არის და აქაც არის და ამდენი ხანია ისამარაგებს ძირითადად დოკუმენტირებას ისახდეს. ამდენი მაგალითად 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი აქვს ქვეყანაში. მართლა რა დრო დადგა, რომ საქართველოს ევროსაბჭოში ყველაზე დატვირთულია პოლიტპატიმრებით. ისეთ ხელისუფლებას მოვესწარეთ, მოვიყვანეთ, მოკლედ პასუხისმგებელნი ვართ ამ შექმნილ ვითარებაზე. აი ესეთი ჩვენი პლუს-მინუსებით ვარ და ამიტომ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება თუ შეძლებს დასავლეთის მხარდაჭერი და ვფიქრობ, რომ შეძლებს აი ამ უმძიმეს მრავალ ვექტორულ მსოფლიოში მიიღოს მაინც ახალი არჩევნები, ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, იქნება განახლებაც პოლიტიკური სუბიექტების, მაგრამ განახლება იქნება და არა ჩანაცვლება და ამიტომ წარმატებას უსურვებ. ძალიან მკაფიო, ძალიან პატივისცემი და ძალიან მოწიწებით მინდა ვთქვა. ვინც არ არის ოპოზიციონერი, იმას ნუ შეუქმნი ოპოზიციონერის არიოს, ნუ დაუჯდები რაღაცა ეთერში, იმიტომ რომ ვინც არჩევნების გაყალბებას არ აღიარებს, ვინც 62,000 ხმა ოპოზიციური ხმა კოცებს გაატანა, ანუ ბარიერისქვევი დატოვა და წინასწარ ყველა მიწოთ გირზე ვლაპარაკო 36 ნოემბერ გირზე. ხო, ამიტომ იმას ნუ მიცემ იმის საშუალებას, რომ რაღაცა არ არის ეს აქტუალური თემა, რატო უნდა გააქტიურო. აქციაზე არ დადის და ერთი ეს, მეორე კიდე, იცი რა, იმედზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს. ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ირაკლი რუხაძეს თუ დაასანქცია, ახლა მართლა მისი კი არ არის იმედი ბიზნესია, მაგრამ ხო მის სახელზე, რა თქმა უნდა, იქ მომუშავე ადამიანებს შეიძლება ფინანსური პრობლემა შეექმნათ. ამიტომ ხანდახან შეიძლება სიტყვა გაგექცეს, მაგრამ შეცდომა ადამიანურია და ძალიან კარგია, რომ ახლა ნუ რაღაცა ამის განმარტებები ხდება. დასანქცირდეს უნდა ყველა, ვინც ამ ხელისუფლების ფინანსურ პოლიტიკური ძალოვანი შემადგენელია ყველა. იქნება ეს ხარება, იქნება ეს სახელისუფლებო ფსევდო ბიზნესი, იმიტომ ეს ბიზნესი არ არის. ეს არის რაღაცა რა, ბიზნესი ესენი თოჯინები, რომლებიც ბიზნესთან ერთად მუშაობ. პუტინსაც მილიარდერები ყავს, მაგრამ იმათი კი არ არის მართლა ეს მილიარდები, ყველაფერი ბიზნესია. ხო, რაღაცა მილიონები იმათიც არის, ალბათ რაღაცა ასობით მილიონებიც. ხო, ამიტომ ამ ვითარებაში ბევრი უნდა მოხდეს მოწინააღმდეგეს და ქუჩაში ასობით ადამიანი არის დაჟილი და ამას ვიტანთ. ოჯახის წევრთა მეტი წილი ქუჩაშია, მორიგეობს ოჯახი, რომელ დღეს ვის უწევს სახში დარჩენა და არ არის ბედნიერი, ამით ასეთი რეალობა გვაქვს, ხო? და ასეთ ვითარებაში, როდესაც ზვია ცეცხლაძის მამა გამოდის და ნუ ასეთ სიტყვებს ამბობს. შვილი, მაგარი შვილი და პატიმარი ყავს და მზიაზე ლაპარაკობს და ეს ხო გამონაკლისი არ არის. როდესაც ასეთი ვითარება, იცი რა, აიტანს რამენაირად ორ-სამკვირიან, ორ-სამთვიან ფინანსურ პრობლემას იმედზე თუ ვისოლში თუ რაღაცა დასაქმებული ადამიანი. ამიტომ ჩვენ იმადზე ასე ვერ ვიზრუნეთ. დასასანქცირებელი უნდა დასანქცირდეს. და ამას იზამს იმედი მაქვს დასავლური სამყარო, ჩვენ მათ იმედად ვართ. საქართველოში ვერასოდეს ვერ შეიცვლება ხელისუფლება, სანამ ასეთ რეალობაში ვართ, სანამ პოსტსაბჭოურობა არ დაგვიმთავრებია, სანამ რუსეთი ოკუპანტია, რა მაგრა უთხრა ქართველ დეპუტატს, ხო? ხო, ისა სუვერენიტეტი ჩარევარიო, ნიკანძა სუვერენიტეტი რუსეთის გერევაო. გაუსწორა კომპასი. ხო და
სანამ ეს რუსეთი ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება იცვლება მაშინ, როცა ქართველი ხალხის არჩევანი დადასტურებულია დასავლეთის მიერ. ქართველი ხალხის არჩევანი ძალიან ახლოს, უკვე აგერ აპრილამდე უთხრეს, ძალიან ახლოს იქნება, აი ამ დიდი ღონისძიების წინაშე და დარწმუნებულია, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია და დასავლეთი დაგვიცავს.